ეს არის ძალიან მტკივნეული თემა ყველა ქართველისათვის, დემოგრაფიული კატასტროფა. ამაზე საუბრობენ ქართველები სამზარეულოებში, ოჯახებში, ქუჩაში, ტრანსპორტში, ამაზე საუბრობს პატრიარქი ამბიონიდან, თუმცა რეალურად სამწუხაროდ რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებით ცოტას თუ საუბრობთ. თითქოს არც გვინდა რომ დავინახოთ რა არის რეალური პრობლემა. თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს? პირველ რიგში გამარჯობა და გამარჯობა საქართველოს მაყურებლებს. პირველად ვარ ამ შუადღის ფორმატში და ძალიან გამეხარდა რომ ამ თემაზე დამპატიჟეთ. რამდენიმე მიზეზი აქვს ამ თემაზე სასაუბროთ, ისედაც მომზადებული ვიყავ, იმიტომ რომ მაწუხებს ეს თემა. მეორე თვითონ მაგ განცდილი როგორც ახალგაზრდას ეს სიძნელები, რაზეც ახლა საუბრობთ და მესამე მომზადებული გვაქვს ჩვენ ამ ერთი ხალხი ერთი საქართველოს კამპანიის ამტაცებელი ადამიანების ჯგუფმა მოვამზადეთ კიდევაც ესე ვთქვათ პოლიტიკის დოკუმენტი როგორ შეიცვალოს აქ მიმართულება. თქვენ გისმენთ ახლა ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი აღნიშნეთ. ამავე დროს რაღაც დიდწილად გეთანხმებით, რაღაცაში არ გეთანხმებით, მაგრამ რაც ერთი დამაყდა არის ზრუნვა არ იგზნობა ამ ქვეყანაში. ანუ თუნდაც ამბიონიდან ჩვენ გვესმის აკრძალვა, თქვათ, აბორტის რაღაცის, რომელიც საკითხია და შესაძლებელი ამაზე დაფიქრება საზოგადოებისთვის, თუმცა უფრო დიდი პრობლემაა, რომ ადამიანებს სამუშაო არ აქვთ ახალგაზრდებს. სამუშაო რომც ჰქონდეს მედიანური ხელფასი საქართველოში 1300 ლარია. 1300 ლარი, ესე იგი 30% უმუშევრობა გვაქვს. ეს 30% ხო გამორიცხულია. შემდეგ რეალურ უმუშევრობაზე ვლაპარაკობ და არა ამ სტატისტიკით როგორც აჩვენებენ. შემდეგ 1300 ლარით როგორ უნდა არჩინოს ამ ფასების პირობებში ახალგაზრდამ ოჯახი და მით უმეტეს ბავშვის დაბადება უზრუნველყოს, ეს არის ძალიან ძნელი ამბავი და ფაქტების სავალალო გვაქვს სახეზე. 2015 წელს საქართველოში დაიბადა თითქმის 60,000 ბავშვი. 2025 წელს დაიბადა უკვე 38,000-ზე ნაკლები. ეს არის 24% შემცირება. ძალიან დიდი შემცირებაა და 5 წელია უკვე საქართველოში სიკვდილიანობა ჭარბობს ბავშვების დაბადებას და ეს დაღმავალი ტრენდი ძალიან სწრაფია უკვე ესე იგი და პრობლემას რომ სხვაგან ეძებენ სოფელ მხედველობაში რო არ ეძებენ, ანუ სხვის თვალში ბეწვს ეძებენ და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ. რეალურად თუ სოფხედველობის პრობლემებია, სწორედ ისინი სპობენ ამ სოფხედველობას, რომ ნერგავენ უიმედობას, ნერგავენ ოქროს კერპის მონობას და ამ პირობებში ახალგაზრდები არიან უპატრონო სრულიად დარჩენილი. ხა მე რატომ აწუხებს ჩემს ახალგაზრდობას გავიხსენებ 80 ზუსტად 23 წლის წინ დაიბადა ჩემი პირველი ქალიშვილი. ერთი დღის განსხვავებით და ძალიან კარგად მახსოვს ის ძალიან მძიმე დრო. და აი ეს მომენტი მაგალითად ქუთაისში ვიყავი ამ დროს სექტემბერში დაიბადა ბავშვი და სექტემბერში მივლინებით ვიყავი ერთი თვით სოხუმის დაცემის დღეს დაუბრუნდით უკან და ნუ გამიმართლა რაღაცნაირად სტუდენტი კონტროლის პალატაში მუშაობდი და ძალიან კარგად მახსოვს როგორ რეცხავდნენ ჩემი ცოლი და მამა ჩემი ცივ წყალში ამ ბავშვის საფენებს. არც იყო ბავშვის საფენები. 13 წელს დავიბადე, სოხუმის დაცემამდე 10 დღით ადრე და ამიტომ. ხო და აი ესეთში მაგ გატარებულია ძალიან კარგად მესმის როგორი და მშობლებსაც არ შეეძლოთ, ანუ ძალიან სიძნელები გავიარეთ ჩვენ. რაღაცნაირად იმედი იყო მაშინ და ახლა ეს ხალხი იმედს კლავს. აი ეს ევროკავშირიდან გადახურვა ყველაფერთან ერთად, რეალურ პრობლემთან ერთად იმედის მოტაცება იყო. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ მარტო ევროკავშირი არ არის. ესენი ქართულობას იჩემებენ და სიამდვილეში ქართულობას სწორედ ესენი გვართმევენ. თავისი არაქართული რეალურად ქცევი და ყველაფერი. მაგრამ ხა ეკონომიკას არ დავშორდეთ და მოდით რეალურ გზებს დაუბრუნეთ, რაც შესაძლებელი არის. პირველი აუცილებელია და ეს ხელისუფლება შეიცვლება როგორ არ ვიცი, მაგრამ მე აუცილებლად მოვიპოვებ ზეგავლენას პოლიტიკაზე ამ დარგით, ყოველშაბათში ამისთვის მოქმედებ და ის ადამიანები ვისთანაც ეს შევადგენთ ეს პოლიტიკა და ჩვენი ხედვა ასეთია. აუცილებელი არის ბონუსი, ანუ ერთჯერადი გადახდები ბავშვის დაბადებისთვის, რომ ეს წახალისება მოხდეს. შემდეგ ჩვენ ბავშვებს ვაზღოთ ჯანმრთელობას მხოლოდ 6 წლამდე. რატომ არ არის 18 წლამდე, ანუ ბავშვების სრულიად დაზღვეული. შემდეგ ბაღების ხელმისაწვდომა არის ძალიან არათანაბარი და განსაკუთრებით სასოფლო რეგიონებში და იქ შემჭირდება ან ახალი ბაღების მშენებლობა, ან კერძო სახლებში ბაღების გახსნა, რომ ეს ხელმისაწვდომობა იყოს. შემდეგ სკოლაში ყვება, ისედაც ხო ძნელია ხა სასკოლასაკის ბავშვისთვის ბევრი რაღაცით მომარაგება, მაგრამ ყვება არ არის სკოლაში, რამდენი წელი ამაზე ლაპარაკია და ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის
მარტო ხელა მშობლების მხარდაჭერა. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან მაღალი არის განქორწინებების რიცხვი, 63% ეს ქორწინებების და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი რჩება სიკვდილების გამოც და განქორწინებების გამოც მარტო ხელა. ეხლა არა ვთქვათ რომ ამ ფულის მიცემა მარტო ხელებისთვის დახმარების ხელს შეუწყობს ვინმეს რომ განქორწინებები მოხდეს. სხვა რამეზეა სამუშაო ამ განქორწინებებზე და განქორწინებების ძირითადი პრობლემაც არის ფინანსური სტრესი, რომელსაც ეს ახალგაზრდა ოჯახები ვერ უძლებენ. აი მთელი კომპლექსია პრობლემების და მართვა გამგეობაში ჩვენ არა ვართ ახლა მე არა ვარ დიდი მთავრობის მომხრე რომ გაიბერო შტატები ამავე დროს აი სუსის და რაღაცეების ვიცე-პრეზიდენტი რო გამიგონეს დემოგრაფიის ბავშვებისა და ოჯახების საკითხში ვიცე-პრეზიდენტს დავაყენებდი მე მაგალითად რომელიც აი ამ საკითხებს მიხედავდა იმიტომ რომ მთელი კომპლექსია და ამას ჭირდება ჯაჭვია და სხვა სტრუქტურებში სერიოზული კოორდინაცია მაგრამ თავარი რაც არის და რაც არ არის გული არ არის ამ ხალხში საერთოდ არ არის გული და საერთოდ არ არის ზრუნვა და ეკონომიკის ზრდა თავისთავად ციფრები კარგია და ლამაზია და თავარია როგორ იზრდება და ვისთვის იზრდება და თუ ვისთვის ზრდაზე ვილაპარაკებთ საქართველოში 45% მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს $8 ნაკლებზე თვეში ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკობს ანუ ესენი სიღარიბის შემცირებაზე ლაპარაკობენ საუბარია უკიდურეს სიღარიბეზე და მაინც 7%-ზე მეტი ყავს ადამიანები რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან ის შეამცირეს კი ბატონო ამავე დროს ეს ფარდობითი სიღარიბე 45%-იანი საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვის როგორც ჩვენა ვართ არის უზარმაზარი ანუ თითქმის მოსახლეობის ნახევარი რომ შენ ყავს ისეთ მდგომარეობაში რომ ანუ ცხოვრობს ის როგორღაც არსებობს თორე ვერ მიდის ვერსა სტუმრად კინოში ვერ მიდის თეატრში ვერ მიდის სტუმარს ვერ იღებს სახლში ანუ შენ ლაპარაკობ დემოგრაფიაზე ადამიანებს ღირსებაზე ევროპაში მივდივართო და ჯერ სად მივდივართ ეხლა უკვე გამოჩნდა ღირსებაც გამოჩნდა რა ღირსების ხალხი არის პარლამენტის დეპუტატები როგორ უტყაპუნებენ თავს ადამიანებს თავში და ოცნიესებიან ერთ ადამიანს და ეს ამ ღირსებით ამ სიცრუეებით მივდივართ ევროპაში და სად არის ადამიანობა საერთოდ ხოლმე მიხვდით ამიტომ ფუნდამენტური ცვლილებებია გასაკეთებელი ქვეყანაში და აი ეს ყველაფერი ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად იმედი არის ქვეყანაში რეალურად დასაბრუნებელი და საძულო სიტყვათ აქცია TV იმედმა ეს სიტყვა. ანუ იმედი არ აქვს. იმედი და ოცნება ორი კარგი სიტყვა. ორივე სიტყვა, ორივე მოსპეს ამავე დროს. უყურეთ ახლა ეს მდგომარეობაა რეგიონებში დავიწყეთ სიარული სამეგრელოში ვიყავი წინა კვირაში და ხედავ რომ ადამიანებს აღარ უნდათ სეთური. სეთურის გაგონებაც აღარ უნდა 100 კაცი არის მათი მომხრე მაგრამ ამ ხალხს იმედი აქვს მოკლული ხშირად თავის სახელის თქმაც ეშინიათ ფოტოს გადაღებას მხოლოდ რაღაცა ნაწილი ახერხებს ამის გაბედვას და რაღაცა შეხვედრაზე მისვაც ანუ შენ უნდა მიხვიდე სახში მაგრამ მჯერა რომ ჩვენ გავაღვიძებთ ამ ხალხს და იმედს მივცემ და ეს იმედი როგორც კი დაბრუნდება დემოგრაფიას დაბრუნდება და ესაა ბედნიერება ძალიან გასახარი ინფორმაცია ყოჩა გაეროს ეს კვლევა რო დადო რომ ესე იგი 79% ახალგაზრდების რო ბავშვის გაჩენა და ოჯახის შექმნა უნდა ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და გასახარი ამბავი და ნუ ამას უნდა გამოყენება მაგრამ 50% რო ფინანსური პრობლემები აქვს სოციალურ იმედის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი დემოგრაფიასთან იმიტომ რომ თუ ჩვენ დავაკვირდებით ჩვენს დემოგრაფიულ მონაცემებს გამოჩნდება რომ ყველაზე უფრო დიდი ზრდა დემოგრაფიულად ყველაზე მეტი ბავშვი შდებოდა მაშინ სწორედ როდესაც რაღაცა სიახლის და იმედის ნაწილი შდებოდა ეს იქნებოდა ვარდების რევოლუციის პერიოდი ეს იქნებოდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის პერიოდი 2012-13 წლებში ეს ძალიან დატვირთული იყო იმიტომ რომ რაღაცის პოზიტიური მოლოდინი იყო ქვეყანაში ეს პოზიტიური მოლოდინი როცა არ არის ძალიან პირდაპირ მოქმედებს დემოგრაფიაზე და პირდაპირ უფრო ადამიანი მომავალზე ფიქრობენ ხო როგორ გეთახმებით ირაკლი მე ზუსტად ამიტომ ვთქვი მოდით ორიოდე სიტყვით ვთქვათ საიდან მოვიტანოთ ეხლა ხო ბევრი რამე ჩამოთვალეთ აქ ბავშვების დემოგრაფიისა და ოჯახების ხელშეწყობისთვის ამ პროგრამას ჩვენ რომელიც მოვამზადეთ ჭირდება მილიარდი ლარი Transparency International იქნება საერთაშორისო ტრანსპარენტულობის ორგანიზაციის დოკუმენტური კვლევით 10 წლის განმავლობაში 5 მილიარდი ლარი არის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების მიერ მიღებული. სხვადასხვა საეჭვო გზებით, კორუფციით ძირითადად და მხოლოდ 2024 წელს არის 1.1 მილიარდი. და ბევრი კვლევა არ უნდა ყოველწლიურად 800 მილიონიდან 1.5 მილიარდამდე შეიძლება დაიზოგოს შემდეგი წყაროებით. სახელმწიფო შესყიდვების გაუმჯობესება, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
და კორუფციულია და ჩანს პრემიერ-მინისტრი კორუმპირებული, თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების უამრავი ადამიანი და მათ შორის მინისტრი, გაუგებარი აზრი დაჭერილი, მაგრამ კორუფცია მანდ ეჭვს არ იწვევს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ახლა კანს რკინიგზის ხელმძღვანელის დებენ, ანუ კორუფციაში ფლობიან და პორტის მშენებლობაზე ლაპარაკობენ, რომ სავარაუდოდ ისევ კორუმპირებული გზებით გაუყენონ ის ფული და ვის შერჩება მე ვალების გადახდა საკითხავია და ან როგორ იქნება მის გამოყენება, ეს ცალკე საკითხია. და ამ დროს ამდენ ფულს იპარავენ, მე მუნიციპალიტეტების ძალიან ცუდი ფულის ხარჯვა, მან ძალიან დიდი რესურსია. სახელმწიფო საგალწარმოების უკეთესი მართვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი პირდაპირ მიუთითებს მათ არაეფექტურობაზე და რა ვიცი, ანგარიშებში წერია მათში. ასევე არაეფექტური სუბსიდირების პროგრამები და ანუ იმდენი წყაროა, რომ დაზოგვის საშუალება ამ უფასო ფული გვაქვს ირაკლი ბოდიში, უფასო ფული აქვს ქვეყანას, რეალური უფასო ფული, არა ის ფული, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა, ანუ რაც იპარება მხოლოდ იმის აღმოფხვრით შეგვიძლია რომ უზარმაზარი დემოგრაფიული და ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა გავაკეთოთ. და ამ კორუფციის აღმოფხვრით მათ შორის ქვეყანაში შეიძლება ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი საგადასახადო შემოსავლების მოტანა და ამ რესურსების გაზრდაც. ანუ ჯერ ხო არსებული რესურსებზე დაზოგვა და დახარჯვა შეიძლება და მე შეიძლება ამის გამოსწორებით ახალი ინვესტიციების მოზიდვაც. ეს ხა ძალიან მარტივი ეკონომიკური ფორმულები არის ამ გაგებით. ერთ საკითხზე მინდა რომ ვისაუბროთ, ხა ჩვენ დემოგრაფიას ვისაუბრებით ახალ სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ხო, რომელიც ისეთ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ოჯახებამდე ადამიანამდე ჩავა. და ჩვენ ამდენი წელია გვესმის ქართული ეკონომიკისათვის რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, აი ანაკლიის სპორტის იდეა, ხო? და ახლა მორიგჯერზე მოვისმინეთ რაღაცა სადღეგრძელო. იმიტომ ჯერჯერობით ეს სადღეგრძელო არის. ეს არ არის არაფერი ხორცი არა აქ ამას, ხო? თქვენ რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ? ასეთი დიდი გიგანტური პროექტი საქართველოს და რეგიონის მასშტაბისათვის. ასეთ დონეზე როცა არის დაალაგებული. რაიმე ტიპის სანდოობას, რაიმე ტიპის იმედს ასხივებს ეს პროექტი. ჩემში ეს ადამიანები საერთოდ არავითარ სანდოობას და იმედს არ ასხივებენ, პირიქით უნდობლობასა და კორუფციის მათზე სერიოზული საფუძველი ეჭვი მაქვს, რატომაც ვისაუბრე კორუფციასთან დაკავშირებით. ანუ დოკუმენტირებულია, რომ ამ ხელისუფლების მთელი წყება ჩინოსნები იყვნენ კორუმპირებულები. ვერც სახელს ვერ არქმევენ, რომ ეს კორუფცია იყო, ეს უბედურება, ანუ ამას თუ ვერ არქმევენ სახელს, როგორ უნდა ებრძოლო რეალურად კორუფციას და რა გარანტია გვაქვს, რომ ახლა არ არის კორუფცია. შემდეგ გვაქვს ძალიან დიდ არაეფექტურობასთან საქმე. სამტრედია გრიგოლეთის ხიდი, რა ვიცი, 10 წელია შეიძლება ჩანგრეულია და ენციკლოპედიური მაგალითია კორუფციის ვერ აღუდგენიათ, ამდენი ხანია, რომ ჯერო ჩაინგრა და მე და ესე თლიანობაში სახელმწიფო შესყიდვებზე ვისაუბრე და რეები ხდება სახელმწიფო შესყიდვებში და ან გინა მუნიციპალიტეტების ხარჯვებში და მოშლილია სრულიად კონტროლის სისტემა ქვეყანაში. ანუ მე მუშაობდი კონტროლის პალატაში და ცოტა ხნის წინ ვუყურებდი პარლამენტში მისი ამ უწყების სახელმწიფო აუდიტი ქვია ახლა ხელმძღვანელის გამოსვლას და აშკარად ანუ არ ვიცი ხა რა კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერებისავე არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა რომ ის ხელშებორკილია და წლობით ვიცი რომ თავროებზე იდებოდა მათი დასკვნები, პროკურატურას რა თქმა უნდა საკუთარ სადამსჯელო ინსტრუმენტად აქვს ქცეული. ანუ ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის მოპარული ფულის განაწილების გადანაწილების საკითხებია. ხო, სინამდვილეში ეს ამბავი. სისტემური კორუფციის ამოფხრის რაღაცა რეფორმა არ გვინახავს. ჩვენ ნახეთ უბრალოდ ჩანაცვლება, ქუჩური ბანდიტური ჯგუფების გადანაცვლების აშკარა გზა არის ახლა ეს არაფერი. მოდით შევხედოთ წლევანდელ ინფრასტრუქტურულ ხარჯვას. წელს გათვალისწინებული თანხებიდან მთელი ინფრასტრუქტურის ხარჯები რაც არის გათვალისწინებული, პირველ 5 თვეში 16% ჰქონდათ გახარჯული. ივნისშიც არ ვიცი ხა სტატისტიკა ჯერ არ არის ვერ ვნახე და სავარაუდოდ ამ თქვათ 4% დახარჯეს უკეთეს შემთხვევაში. და ასე იგი 80% წლის მეორე ნახევარში აქვს დასახარჯი. როგორ აპირებენ და რა დონის კორუფცია გაიმართება, ეს დახარჯვა რომ მოახერხონ, წარმოიდგინეთ. იმიტომ ხო ესეთი ტემპით რომ ფულს ყრი პირდაპირ, ხო ეს ვილაპარაკობდა. ანუ ამათი გამოცდილება, ანუ პროსტორი ჩვენი გამოცდილება ამ ხალხთან არის რომ არიან კორუმპირებულები, არიან ძალიან ცუდი მმართველები, ეს მხოლოდ მშენებლობის დარგში და რაც შეეხება მართვა სპორტის, ეს წარმოუდგენელია ამ ხალხისგან. ანუ წარმოიდგინეთ, ახლა ამათმა პორტი უნდა ააშენონ და იმის მართვის არავითარი კვალიფიკაცია, არავითარი კეთილსინდისიერება არ არსებობს და როგორ აპირებენ ამას ეს გაუგებარია. თუ ვიღაცას უნდა მივაქირავთო და ეს უცხო სიტყვა ლენდლორდი რო შემოიტანეს, ვითომ რაღაცა გასაბრუებელი სიტყვა. ჯერ თუ ეს კომერციულად მომგებიანია ეს პროექტი და მიზანშეწონილია კომერციული ოპერატორი მოიძებნებოდა ამისთვის. ეს არ არის და სწორედ ამიტომ აკეთებ, მაგრამ ჩემი ფიქრია რომ
ან გაბრუების მცდელობა, ხა არ ვიცი, მიჩი სპეკულაცია არ მინდა, მაგრამ ან მეორეა, რომ წინა საარჩევნო თქვა, ხო, 2 წლის პერსპექტივაში როგორღაც რაღაცა ფულის ხარჯვა დაიწყონ, თავისჯიბები გაივსონ, ხალხს რაღაცა კაპიკები გადაუგდონ, შექმნან ილუზია, რომ რაღაც კეთილდება და მე ვის ხუსი პრობლემა იქნება. ხვდებით? აი ასეთ უფრო საუბრობდოთ, ასეთ რაღაცასთან მაქვს საქმე. ახლა უსმენდი ბატონ პაატას თქვენთან საუბრობდა, სანამ ველოდებოდი და საუბრობს ეს ადამიანი გონიურ რაღაცებს საუბრობს, მაგრამ ამავე დროს რაღაცები აქ დამაკლდა. ძალიან დამაკლდა რკინიგზის გამტარუნ არიან. მე ხარ 8 წელი ვიმუშავე აზერბაიჯანში და ვიცი იქაური ეკონომიკა საკმაოდ კარგად. კი რაღაცეები შენდება, მაგრამ ეს უფრო ცოტა მეტ მათემატიკას მოითხოვს, ასე არ ხდება. ხა ევროკავშირისთვის, სტრუქტურებისთვის, ამ ადამიანის კრიტიკისთვისავლაპარაკობ, რაღაცები დამაკლდა. ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ევროკავშირის ბანკებმა ეს პროექტი დააფინანსონ. აი ძალიან და ამ სიტყვებმა გაიჟღერა. ანუ მე ვერ ვხედავ რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომ ეს პროექტი გაკეთდეს თუ არა სახელმწიფო ფულის უყაირათო და ძალიან არაეფექტური და კორუფციული ხარჯვით და შემდეგ ის მშენებლობა ესე თეთრ სპილოს ეძახიან უდაბნოში. შეიძლება ესე გამოუყენებელ პროექტად დავრჩეს. პირდაპირ მნიშვნელობით ღრმა წყალში ჩაიყაროს ეგ ყველაფერი, რაღაცის გამოთხრა რომ დაიწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საუბარი იყო იმაზე, რომ პერსპექტივა სხვანაირად ვერ ექნება პორტს თუ არ გამოუშვა მას ევროკავშირიდან დამფინანსებელი და სამწუხაროდ დღეს ეს არ ჩანს. ამას აქვს თავის პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები და ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია. სულ რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა გითხოთ მათ შორის პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით, რაც უიმედობამ დაისადგურა ბევრი მიმართულებით, მაგრამ მეორე მხრივ კარგ სიტუაციაში არ არის ხელისუფლება და რეჟიმის შიდა ვითარება, ხო? უფრო ცუდად გონი ისინი არიან. თქვენ ერთ თავისუფლებას გიტოვებთ, ეს მომენტუმი ახლა რაც არის. ირაკლი, მე აი ძალიან გულით გეუბნებით, რომ ასე ბედნიერი არასოდეს ყოფილი ვარ ჩემ ცხოვრებაში. თორე ეს ფულის საკითხი არ არის. მე ვგზნობ ჩვენ შესაძლებლობას და პერსპექტივას, რომ უკეთეს მომავალში გადავიყვანოთ საქართველოს. რუსეთი უკიდურესად სუსტდება და ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უკვე ისეთი დაღმავალი, რომელიც არ გასწორდება. ესეთი მომენტები აძლევს ხოლმე საქართველოს შანსს ერთი, რაც ეხება შიგნით ამ მაგარი და თავდაჯერებული ფასადის მიღმა, ჩემი ხედვით იმალება წინდებში მყოფი გული. ანუ ისინი არიან შეშინებულები და როდესაც შენ გაქვს თაგვის გული, კატის ფორმისა და ლომის ფორმის მიღება არ გიშველის, კატის მაინც გეშინია. ეს ადამიანები რომ აღმოჩნდებიან და სამწუხარო მოვლენაა, რომ აქეთ მხარეს, ანუ ოპოზიციურ და სასუსაგნებად პოლიტიკურ ნაგნებად სამოქალაქო მხარეს ვერ შეიქმნა დასაყრდენი მოცემულობა რაღაცა ისეთი სანდო ჯგუფი და ან გაერთიანება პოლიტიკური და სამოქალაქო ძალების, რომ ადამიანებმა მათ იმედი იქონიონ, ეს არის პრობლემა და რა ის რომ ხელისუფლება რამეს წარმოადგენს.